ქიმიის გარეშე ოჯახური ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გათვლით და რაღაცა გონიერებით შექმნილი ოჯახები გაცილებით უფრო მყარი კონსტრუქტია. ქიმია რა თქმა უნდა ცალსახად, იმიტომ რომ აქ არ არის მართლა ერთჯერ ქუში ცხოვრება, მგონია რომ წარმოუდგენელია და ძალიან მძიმეა, მაგრამ ასაკს გააჩნია ხათუნა. აი გავხდი 20-ის, 25-ის, 30-ის და არ ჩანს. არ და მინდა ოჯახი. არ და მინდა შვილი და მეუღლე და მან შეიძლება უკვე ნდობაზე და პატივისცემაზე აგებული. აი ესე ღია ტექსტით მეტის საუბარი, რომ მართალია არ გვიყვარს, მაგრამ წესიერი ადამიანი ხარ, რაღაცა ერთად ვართ, კარგად ვარ და ხო არ გვესინჯა. და მოდის მე სიყვარული, მე იქ ბავშვი ჩდება. ან არ მოდის და რჩება პატივისცემის დონეზე. მაგრამ ერთად რჩებიან. რა ვიცი, ვერ ხედავ დანაშაულს, თუ კი ეს ღია ტექსტია და ღია საუბარია და საკუთარი სურვილები არის მანიფესტირებული ჩვეულებრივ.